ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. ის ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს. საქმეში წერია, რომ მას 14 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის ასამართლებენ, მაგრამ საკანგაშო ის არის, რომ ამ საქმეში არის ბევრი ისეთი დოკუმენტი, რომელიც რუსეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს შეეძლო მიეწოდებინა. დაპატიმრებული ჯარისკაცის ოჯახი ეჭობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსეთთან, რომელიც მის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებზე შურისძიებით არის დაკავებული. ნოდარ მელაძე მუშაობს ამ თემაზე და ის ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება. საღამოშვიდობისა, ნოდარ. საღამოშვიდობის, გიორგი. ნოდარ, პირველ რიგში რა ეტაპზეა ამ დროისთვის საქმე? პირველი ინსტანციის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა ქართულ სამხედროს, წინასწარი პატიმრობა 40 დღიანი. ხვალ სააპელაციო სასამართლო იტყვის თუ როდის გაიმართება პროცესი სააპელაციო ინსტანციაში. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ სრულიად სხვაგვარი იქნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ოჯახის წევრები, რომელთა ნათესავიც არის დაკავებული, ამბობენ, რომ გია ცერცვაძე იბრძოდა აფხაზეთის ომში. იყო სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური, მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონში 2004 წელს დაიძაბა სიტუაცია და მთელი ამ წლების განმავლობაში უშუალოდ ხელწერტილში კონფლიქტის ზონაში მუშაობდა. საკუთარი სიცოცხლის პასად და ის სიკეთე, რომელსაც ის იღებდა სახელმწიფოსთვის, რეალურად ეს სიკეთე წყალზე იწერებოდა, რადგანაც სახელმწიფომ მათ ეს ამაგი უბრალოდ დაუკარგა. ჯარისკაცების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ იყოს ძალიან სერიოზული თანამშრომლობა ქართულ სპეცსამსახურებსა და მათ რუს კოლეგებს შორის, რამაც დააყენა ეს შედეგი. ჯარისკაცმა სასამართლოს ხდომაზე გააკეთა მცირე კომენტარი და თქვა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მის საქმიანობას აფხაზეთში და მის საქმიანობას ცხინვალის რეგიონში და იმ სპეცოპერაციებს, რომელსაც ის ატარებდა რუსების წინააღმდეგ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იმის გამო, რომ სამხედროს დაცვა ვერ შეძლო ქართულმა სახელმწიფომ, მან უკრაინას ლტოლვილი სტატუსიც კი სთხოვოს. უკრაინის მხარეს იბრძოდა ახლა ქართველი ჯარისკაცი თუ აპირებს რუსეთისთვის გადაცემას პატიმრის უკრაინა, იმიტომ რომ ოჯახს ჩვენ ვიცით ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ამის შეშინია, რომ რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს. განმარტებები ამ თემაზე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე გააკეთა, მიმდინარეობს საქმის შესწავლა. იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი მტკიცებულებებით გამოვლინდება, რომ ის ნამდვილად ეხმარებოდა უკრაინელ ჯარისკაცებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და არსებობს ამისი დამამტკიცებელი დოკუმენტები, მაშინ უკრაინის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ისინი არ გადასცემენ ქართულ ჯარისკაცს რუსეთს. თუ ბრალდება დარჩა რაც მთავარია, მაშინ და თუ რუსეთისთვის არ მოხდა გადაცემა პატიმრის, ვინ გაასამართლებს მას? უკრაინა თუ საქართველო? კანონმდებლობის მიხედვით ეს ცოტა ჩახლართული თემაა. ანუ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს ძალოვან უწყებებს უკრძალავს დააკავოს მისი მოქალაქე უცხო ქვეყნის მოთხოვნით. თუ პირობითად რუსეთს სურს, რომ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდეს საქართველოს მოქალაქე, მაშინ მან უნდა გადმოუგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურას დოკუმენტაცია, პროკურატურამ უნდა შეისწავლოს მტკიცებულებების სიმყარე, ამის შემდეგ მიმართოს სასამართლოს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გასცეს ნებართვა დაკავებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს დაკავება. ასეთი თხოვნით ჯერ რუსეთს, როგორც ჩინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ქართული მხარისთვის არ მოუმართავს. მაყურებელი ნახავს ახლა, რომ ადვოკატი ამ ჯარისკაცის ამბობს, რომ მისი აზრით აგვისტოს ომის მონაწილეებზე დაიწყო ნადირობა რუსეთმა და ამაში შესაძლოა ქართული მხარე მას ეხმარება. ვინაიდან ის ნადირობას ახსენებს, ნიშნავს ეს, რომ ეს ფაქტი, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ სიუჟეტში, არ არის ერთეული შემთხვევა. არ არის გიორგი ერთეული შემთხვევა, რამდენიმე კვირის წინ, მაგალითად ასევე რუსეთის მოთხოვნით ლიტვაში დააკავეს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სურაბ მაისურაძე, მოთხოვნები თითქმის იგივე იყო, საქმე შეიძლება ითქვას, რომ წყლის წოთებით გავს ერთმანეთს. უბრალოდ ლიტვამ დაკავებისთანავე მოახდინა დოკუმენტების ოპერატიულ ვადებში შესწავლა და სასამართლომ ის გაათავისუფლა, ანუ პოლიტიკური კონტექსტი რუსეთის მოთხოვნაში მათ წაიკითხეს. ნახოთ სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რატომ ზის აფხაზეთის ომის 2008 წლის ომის მონაწილე ქართველი ჯარისკაცი ციხეში უკრაინაში რუსეთის დავალებით. ჩვენა ესე გაგვწირეს. ნებისმიერი ჯარისკაცი შეიძლება მოუნდეს რუსეთის ხელში ჩაგდება და ჩვენი ხელისუფლება თანახმა იქნებოდა, მე ვერ წარმოვიდგენია. თითქოს არაფერს გეშინია, მაგრამ ეხლა გეშინია დაგებული ხაფანგების. როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს აფხაზეთის და აგვისტოს ომის მონაწილის პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში? საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის მთავარი თანამონაწილე იყოს.
ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან. ის მონაწილეობდა ბევრ სპეცოპერაციაში. ახლა რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს იმ ადამიანების დევნა, ვინც ჩართული იყო აგვისტოს ომში. რუსეთს მიზანი აქვს ისინი ჩამოიშოროს გზიდან. საქმის მასალებში არის დოკუმენტები, რომლებიც რუსეთს შესაძლოა მიეღო მხოლოდ საქართველოსგან. იმის მიუხედავად, რომ საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს. სამწუხაროდ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და შესაძლოა სხვა სამართალდამცავი ორგანოები დღემდე თანამშრომლობენ რუსეთთან. სკანდალური ისტორია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ქართველი სპეცრაზმელი გია ცერცვაძე საახალწლოდ უკრაინიდან ოჯახის სანახავად გორში ჩამოვიდა. ის უკვე 1 წელია რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება და ფრონტის წინა ხაზზე სამხედრო გამოცდილებას უზიარებს. 15 იანვარს ცერცვაძე უკან უკრაინაში დაბრუნდა, როდესაც მოულოდნელად კიევის აეროპორტში დააკავეს. გიორგიმ დაამერიკიდან თქვა რომ დავხედროდი კიევის აეროპორტში. დავხვდი რა თქმა უნდა, დააგვიანა გამოსვლა ცოტა ხანში დაამერიკა სხვის ტელეფონიდან და მითხრა რომ მინდა პრომა დააკავა რუსეთის მოთხოვნით. მაშინ დავიწყოთ მოქმედება რა თქმა უნდა. მოქმედება სასამართლოში გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინაში ცერცვაძის საქმის მასალები გადააგზავნა, სადაც წერია, რომ ქართულ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისათვის ეძებენ. ხაზეთში იბრძოდა. და აფხაზებს ნომერი პირველ მტრად ყავდათ გამოცხადებული. როგორ წავიდოდა იქ გია? როგორ წავიდოდა საერთოდ რუსეთში გია? ეგ მისთვის ყოველთვის სიკვდილი იყო. ოჯახი ამბობს, რომ კრიმინალური ისტორია ქართველი ჯარისკაცის მონაწილეობით რუსეთში გამოიგონეს, რადგან აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე ქართველი სპეცრაზმელი ხელში ჩაიგდონ და შური იძიონ იმ სპეცოპერაციების გამო, რომელიც გია ცერცვაძეს აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და ახლა უკვე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული. ეს მაგათვის პირველი მტერია. გვემუქრებოდნენ, ვიცითო ვინ ხართო, თქვენი ოჯახი საცხოვრობსო. ხო და გია ყოველთვის მაწყნარებდა, რომ ნუ გეშინია, არავინ შენ არ მოგეკარება, ბავშვებს არავინ არ გაუფედავს, არ მოეკარება და აქამდე ძალიან წყნარად ვიყავი და მშვიდად ვიყავი, იმიტომ რომ რატომღაც მეგონა, რომ ჩვენი ქვეყანა იყო დაცული. მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ იმისი, რომ რაც არ უნდა მომხდარილიყო, როგორც გია იცავდა თავის სამშობლოს, თავის სამშობლო გიასაც დაიცავდა. ახლა მთავარი კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან ჩნდება. საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, არის გია ცერცვაძის პერსონალური დეტალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის მონაცემთა ბაზების გარდა სხვაგან არსად ინახება. ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში ოდესმე გაცემულა. ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც კი გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს. შოკირებული ვარ საერთოდ იმით, რაც დღეს ხდება. როდესაც ადამიანი იბრძვის ამ ქვეყნისთვის, წირავს თავის სიცოცხლეს, წირავს თავის ჯანმრთელობას და შენ მის მოშორებაზე ხარ და ესე დაუფიქრებლად მის მონაცემებს გადასცემ შენ მტერს, არ ვიცი, ამას რა დავარქვა, არ ვიცი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას გააკეთებდნენ. პოსტსკრიპტუმმა სკანდალურ ბრალდებებზე პასუხის გაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვა. კომენტარზე უარი გვითხრეს. ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში კი ვკითხულობთ, რომ პერსონალური მონაცემები რუსეთში ინტერპოლის გავლით მოხვდა. ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისთვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას. დაკავებულ სამხედროზე, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წუთს რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, სტანდარტული პასუხი აქვს უკრაინაში საქართველოს ელჩს. საქართველოს საელჩომ გადადგა ყველა კანონის შესაბამისი ნაბიჯები, მიმართეთ ნოტით ოფიციალურად საგარეო საქმეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოვითხოვეთ საკითხის გარკვევა, რა მიზეზით არის დაკავებული, როგორი პირობებშია, ჯანმრთელობის საკითხები და როგორც არის პროცედურებით, ამას საელჩო სამინისტრო ჩვენი საქართველოს საგარეო საქმეთა საქმის კურსია და მუშაობთ ამ საკითხზე.
რუსეთის მოთხოვნით დაკავებული სამხედროს ადვოკატი პოსტსკრიპტუმს კიდევ ერთ სკანდალურ დეტალს უყვება. გია ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისათვის ეძებს. მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს, ანუ 13 წლის შემდეგ გამოაცხადა. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მაშინ ჰქონდა, როდესაც გია ცერცვაძე საქართველოს საზღვარს კვეთდა და უკრაინაში მიემგზავრებოდა. ანუ მესაზღვრემ წინასწარ იცოდა, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცს რამდენიმე საათში მოსკოვის მოთხოვნით დააკავებდნენ. Вопросы есть в грузинской стороне, потому что на კითხვები არსებობს ქართულ მხარესთან ძებნა გიაზე გამოცხადდა 23 დეკემბერს. მანამდე მას არ ეცოდინებოდა, რომ ძებნილია, მაგრამ ინტერპოლის ძებნის ბარათები ყველა საზღვარზე ჩანს. შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა გაეფრთხილებინა თავისი მოქალაქე, რომ ქვეყნის დატოვებით ის რისკავდა თავის თავისუფლებას და შესაძლოა სიცოცხლესაც კი. Я думаю, что такая фабрикация. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ საქმის ასეთი фабрикация გიას და აგვისტოს ომის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ მიზნად ისახავს მათ დევნას და საბოლოოდ ფიზიკურ განადგურებას. Этих людей и уничтожить их в конце концов. კიევის ციხეში ცერცვაძე ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მას ან რუსეთს გადასცემენ, ან უკრაინაში დარჩება. გადაწყვეტილებას ელოდება გორში ცერცვაძის 3 შვილი და მისი ჯარისკაცი მეუღლე. წარმოუდგენელია, რომ გია იმათ ხელში მოხვდეს. გია არასოდეს იქიდან რუსეთიდან გია ცოცხალს კი არა ალბათ დარსაც ვერ ვიპოვეთ. ეს წარმოუდგენელია.